დასაშვებია მოსწავლის გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება, ასევე სკოლიდან გარიცხვა საშუალო საფეხურზე. ასევე დაუშვებელია სასტიკი და ღირსების შემლახველი სახდელების გამოყენება. არ შეიძლება ბავშვის დასჯა სამართლიანი წესების გარეშე. იმიტომ შეიძლება მივიღოთ ამით ბევრად უფრო უარესი შედეგი და ბევრად უფრო დიდი დანაშაული ჩავიდინოთ დასრულებმა, ვიდრე ბავშვმა მოახერხა, რომ დაეშავებინა. ეხლა გეტყვით, სად წერია ეს ყველაფერი? წერია კანონმდებლობაში, წერია ზოგადი განათლების შესახებ კანონში, წერია განათლების მინისტრების სხვადასხვა დროს გამოცემულ ბრძანებებში. ერთ-ერთი ასეთი ბრძანება არის განათლების მინისტრის ბრძანება ნომერი 6N, სადაც დეტალურად არის გაწერილი, რა ითვლება მოსწავლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომად და რა სახდელები უნდა დაეკისროს მოსწავლეს, თუ კი ამ დარღვევებს ჩაიდენს. აი მაგალითად